მშვიდობა ძვირფას რადიო მსმენელებო, ეთერშია გადაცემა საუბარი მოძღვართან და დღევანდელ გადაცემას გაუძღვები მღვდელი დავით კონჯარია. ჩვენი საუბარი თქვენთან ძვირფას რადიო მსმენელებო არის იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ჩვენ გვაფიქრებს, გვამოძრავებს და რაც არის ყველაზე მთავარი ცხოვრებაში სულის გადარჩენა და ეს ერთობ საჭირო გადაცემა, რომლითაც ჩვენ ვგებულობთ ძალიან საინტერესო საფრთხისმეტყველო საკითხებს და ამ საკითხებთან დაკავშირებით დღეს ჩვენ სტუმრად მოვიწვიეთ მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ბენიამინ ბელქანია. დაგულოცეთ მამა ბენიამინ. მერთმა დაგოცოთ ისმალი და ღვთისმადლობა. დიდი მადლობა მამა ბენიამინ, რომ გამონახეთ დრო იმისათვის, რომ მოსულიყავით და ჩვენ რადიო მსმენელებთან, ესე ვთქვათ, გადაცემაში მიგიღოთ მონაწილეობა. აი დაიწყო მამა ბენიამინ მარხვა და თუ შეიძლება გითხრათ იმის შესახებ, რომ აი რა გავაკეთოთ ჩვენ მორწმუნე ქრისტიანებმა, როგორ უნდა მოვიქცეთ მარხვის დროს და რას უნდა მივაქციოთ მეტი ყურადღება. მე ახლა დავიწყებ იმ ხალხისგან, ვინც მორწმუნეა და თulis რომ მარხვა არაა საჭირო და ეკლესიაში სიარული. აი მარხვის შინაარსი რა არის და უშუალოდ რაღაცა რო გინდა და იმას რო არ ჭამ, აი მწვადია თუ შოკოლადია. 8 წლიდან იწყება მარხვა. ჩვენ ბავშვს ვასწავლით, რომ ბავშვი გამომუშავდეს მოთმინება, ნებისყოფა, იმიტომ რომ მოთმინების და ნებისყოფის გარეშე ვერაფერს ვერ მიაღწევს, მე ჩვენი ბავშვი წარმატებას ვერ სწავლაში, მე რო გაიზრდება ვერ შრომაში. და მარხვასთან ერთად ლოცვა რა არის საერთოდ ეს ადამიანი როცა მორწმუნეა ლოცულობს ღმერთთან და ეს კი არა მარტო ლოცვების წიგნის კითხვა ხა მე რო ვარ მონასტერში 93 წლიდან ვარ მახსოვს რომ მოვედი არც მანქანა მყავდა არც ესე იგი ფული ჰქონდა და ჩემი მონასტერი მოშორებულია 5 კილომეტრით სოფელს და ყველი რომ ატკვიდებოდა მივიდოდი საფლავთან გამივლიდა რაღაც ლოცვებს კი აგვითხოვდი საფლავი მამა ანტონის საფლავი და გუშინ გავიფიქრებდი ღმერთი მეწეოდა ესე იგი ლოცვა არ ყოფილა საუბარი ღმერთთან და ყოველ დილას მადლობა უნდა უთხრათ მე თუ კიდე ერთხელ გვაჩქვა ყოველ დღე არის დაბადების დღე მაგრამ არის პირადი ლოცვა საშინო ლოცვობთ დილას ვუსვამთ იმისთვის რომ კიდე ერთხელ გვაჩქვა ღმერთთან და დახმარებას ვთხოვთ ხამე კიდე დაფიქრდებით ამ რამე ხო არ დავაშავეთ იმიტომ რომ შეიძლება ხამე დავწვეთ და ძილში გავიპაროთ და ამიტომ პატიებას ვთხოვთ ღმერთსა რომ ესე ცუდებით არ წავიდეთ მომავალ ცხოვრებაში. მაგრამ არის კიდე ეკლესიაში ლოცვა და ყველაზე უფრო დიდი ლოცვა წირვა და ვინც თავიდან იწყებს ლოცვების კითხვას, იმას თავიდან უჭირს დიდი ლოცვების კითხვა და უჩებდი შვიდი ლოცვების კითხვას. თან იმიტომ უჩებდი რომ შედგება ფსალმუნებისაგან და წირვა ლოცვა შედგება ფსალმუნებისაგან და დაიყიდება კიდე წირვა ლოცვის ესე იგი მიმდინარეობის განმარტებაც და ეს ვინც დამწყებია იმან შეიძინოს ეს წირვა ლოცვის მიმდინარეობა, რომ გაერკვეს რა ხდება წირვაზე და რა ხდება წირვაზე, ხდება ეგ მაცხოვრის შობის გახსენება, ჯვარსმის გახსენება და აღდგომის გახსენება. და ხდება მეორე მოზღვის ქადაგება, მაგრამ ეს ქადაგება ხა მე 59-ისა კაცი ვარ და მიხარია რომ აი ვინც უფრო სასაკი ვართ, იმ დროს მოესწარით რომ შეგიძლია სახში კონდეს თუ არა გვაქვს სახარების გამარტება, საეკლესიო ზღაპრები, საბავშვო ბიბლია, ამიტომ რომ ლოცვის ადამიანი ან როცა უჭერს, ან როცა უხარია და როცა უხარია და აი მაგათად მამა ანდრიას მაგალითს მოვიყვან სულ იყო 16 წლისა და დაემართა კანისკიბო და წელიწად ნახევარი ქონდა და ისეთ მდგომარეობაში იყო საერთოდ ვერ დადიოდა და რომ მივდიოდი მე და მამაშალო რომ მივდიოდი მამა ანდრიასთან არასდროს არ ვთქვი რატო ისთვის და ლოცულობდა და მადლობდა ღმერთს ამით ისიც გამიდა რომ ესე იგი ადამიანს როცა მატერიალურად არ უჭერს ჯანმრთელობითაც კარგად არის და ესე იგი მადლობს ღმერთს არაა გასაკვირი მაგრამ როცა ადამიანი და უშუალოდ სიხარიბეშია პეტრე ანდრია მოციქულებით და მაინც რომ მოციქულები არიან და ხელი როა შეუშალა სიხარიბემ ასევე წმინდა გიორგი ტყვეობაში რო იყო და მაინც ადიდებდა ღმერთს ასევე ახალი მაგალითი მამა ანდრიას სულ ამდენად ისკენ გადაიცვალა წელიწად ნახევარი საშინელი ტკივილები ჰქონდა და მაინც მადლობდა ღმერთს და ურჩევდი ახლა დამწყებებს აი პატერიკების კითხვას და ეს ასევე ეს ინტერნეტებში არის ქრისტიანული მოთმინეები პატერიკები ბავშვებისათვის იმიტომ რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ახლა რატომ ასე უკუნებელი სენი გავცილებული იმიტომ რომ ეს შოკოლადი იქნება თუ პროდუქტები იქნება ძალიან ბევრია გემოდიფიცირებული და იწვევს უკუნებელ სენს
და თუ ასევე ეს რასაც უყურებენ ბავშვები 5 წლის ბავშვებმა იციან ესე იგი ინტერნეტში მულტფილმების ყურება და უნდა გავაკონტროლოთ, იმიტომ რომ არის ესეთი მულტფილმები, სადაც ესე იგი პირიქით ცუდი ზეგავლენას ახდენს ბავშვზე და შეიძლება ფსიქიატრთან ეგდეთ მისაყვანი. და მადლობა ამას, რომ ვინც მოწუნები ვართ, ჩვენ საშუალება გვაქვს. იყიდება საეკლესიო ზღაპრები, საბავშვო ბიბლია, ასევე საეკლესიო როგორც თუ ისე ქრისტიანული მულტფილმებია, პატრიგებია და რაც შეეხება ზოგი ფიქრობს, რომ რახან არ ქულდობს და არ ყაჩაღობს, რომ აღსარება ესე იგი არ არის საჭირო. და საერთოდ ის მიზანის თქვა, ისთვისაც საჭირო, ცოტა მარხვა ვისაც არისთვის, ახლა იქიდან დავიწყე ლაპარაკი, რომ აი ზოგს არ უნდა ეკლესიაში მისვლა, იმიტომ რომ აი როგორც ახლა ადამიანის ჯანმრთელობა ექმიდან არ უნდა მისვლა. და ადამიანი ვინც თulis რომ ის დაუშვათ პატიოსანია, ესე იგი უცოდველია, იმას ის არ საჭიროებს იმას, რა ქვია, აღსარების ლოცვას, მარხვას. ამ დროს თურმე გუში ღმერთი რო შემოდის, აი მაგალითად ოთახში რო შემოდის ზისხივი, ჩვენ ხედავთ ტრის ნაწილაკებს, ისე ვერ ხედავთ. ასევე გუში რო ღმერთი შემოდის, ესე იგი ადამიანი ხედავს რომ ამბარდავანია, ეგოისტია და სინდისი აწუხებს და ესე იგი უჩნდება მოთხოვილება აღსარებისა. ამიტომ ვინც იმ მდგომარეობაშია რომ ფიქრობს რომ პატიოსანია და აღსარება აჭირდება, ურჩევ წააკითხოს ესე იგი სასულიერო წიგნების სინანულზე, ცოდვების ჩამონათვალი, როგორც ყველა ბოროტებას, როგორც ხესაქმესები, ყველა ბოროტების სათავეა ამბარდავანება და ეგოიზმი. და ეს ამბარდავანება და ეგოიზმი ყველა ადამიანშია და ჩვენ ვისაც წმინდანებს ვეძახით. წმინდა ენო იქნება თუ წმინდა ნიკოლოზი თუ სხვა, იმათ ლოცვით და მარხვით მიაღწიეს იმ მდგომარეობას, რაც ჰქონდათ ადამიანებას დაცემამდე. და ადამიანება რო დაესწენ იმის შემდეგ, ჩვენ ვინათლებით, სული წმინდით ვიბეჭდებით ნათლობის დროს, მირონცხებით. მაგრამ აი როგორც ახლა ფიზიკურ ჯანმრთელობას ჭირდება გაფრთხილება. ასე უნდა ჯანმრთელი იყოს ადამიანი, თუ მთელი დღე დაუჯდება ტელევიზორს ან ინტერნეტს, ხო გაუფრთხილდება ჯანმრთელობა. ჭირდება ასევე სუფთაერი, ფიზიკურ ჯანმრთელობა, სიარული, გაფრთხილება ჭირდება. ასევე მას, რასაც ადამიანი ღებულობს ლოცვით, მარხვით, აღსარებას ზიარებით, გაფრთხილება ჭირდება, რას ქვია. ახლა უკვე მეორე მიბზე გადავდივარ მოწუნეებზე, ვინც დადის. ახლა მე 99 წლიდან ღებულობ აღსარებებს და ასევე მონასტრის წინამძღვარი ვარ და ვხედავ რომ ზოგი 10 წელი ცხოვრობს, ზოგი 15, ზოგი 20 და ზოგი დიდი ხანია მრევლია და ვერ თავისუფლდება განკითხვისაგან. და ეს რატო ხდება? ნათქვამია რომ ქრისტიანი არის ჯარისკაცი და მონასტერში მცხოვრები ორჯერ მეტი ჯარისკაცი. ვინც ლოცულობს და მარხულობს, იმის მიზანი რა არის რომ განეწმინოს გული ცოდვებისაგან და გახდეს სულიწმინდი ჭურჭელი. და ეს ადამიანი თუ გახდება სულიწმინდი ჭურჭელი, როგორც მოიყვანა მაგალითი, წმინდა გიორგი ტყვეობაში იყო და ამ ლოცვით და მარხვით და ღვთისმადლით არ დაუკარგია მადლიერების დონე არამედ ღვთისადმი. არამედ იმ ადამიანისადმი ლოცულობდა, ვინც ამოწურდა ათასობით ქრისტიანი. ვის მაგას აწამებდა 6 თვე. და მარტო ქრისტიანობაში რომ ტელიც გიყვარდეს ეს ადამიანს უსნაურად ეჩვენება. იმიტომ რომ ჯერჯერობით მასში არ არის ის მადლი. აი მაგალითად იუდა იყო ღმერთთან, ღმერთის სიტყვას ისმენდა, ეზიარა, მაგრამ ვერ ეშველა. ეს ლოცვა და მარხვა, ესე იგი, ხელს უნდა გიწურდეს იმაში, რომ ადამიანი განთავისუფლდეს ნებებისაგან და გახდეს სულიწმინდი ჭურჭელი, მაგრამ იუდას მაგალითად ჩანს, რომ ღმერთთან იყო. ღმერთის სიტყვას ისმენდა. წესებს ასრულებდა განეგულად, ასევე გავიხსენოთ ფარისევლები და წიგნობრები. ესე იგი, ეს ის ხალხია, ვინც არც ქუდი იყო, არც ყაჩაღი, არც მეძავი, განეგულად წესებს იცავდნენ ძველ აღთქმას. მაგრამ ამ გარეგნული წესების შესრულებით ვერ შეისწეს ღმერთი და ჯვარზე გააგდეს და რატო? იმიტომ რომ იმ დროს როცა ქრისტე მოვიდა დედამიწაზე, ეს ებრაელები იყვნენ რომაელების ბატონობის ქვეშ და მაგათთვის თავარი იყო მატერიალური კეთილდღეობა, მესიისგან ელოდნენ მატერიალურ კეთილდღეობას და რომაელებისგან განთავისუფლებას. და რო არ მიიღეს, ვერ შეისწეს ღმერთი. ამით ისიც მინდა რომ რა თქმა უნდა კარგია თავისუფლება, როცა მონობაში ხარ ქვეყანა მატერიალურ კეთილდღეობას, მაგრამ თუ მთავარია რაღაცა, მაშინ ტყუდები, როგორც დაუშვათ მოტყუდნენ ფარისევლები და წიგნორები და გახარ არასდროს გზაზე. ასევე აი ზოგს უკვირს და ინტერნეტში დებენ დაუშვათ მოძღვარი ან რაღაცას რო აშავებს, ან ლოთობს, ან რაღაცას რო აშავებს და ზოგს უკვირს როგორ შეიძლება მოძღვარი აშავებდეს. და მაშინ ექიმზე რო ვთქვათ, რომ როგორ ემართება ექიმს დაუშვათ ანგინა, სიცხე როგორ ემართება, ხო, სასაცილოა. ესე იგი ექიმი ხო კურნავს და ამოტყობა რო იფიქროს, რომ თვითონ ავაწყდება, თვითონ ჭექი დაემართა. ექიმები ხო ავადმყოფებიან, ზოგს უკუნებელს წინ ემართება.
იგივე როცა ადამიანი ფიქრობს, რომ აი მოძღვარი აშავებს და ესე იგი არ უნდა ვიარო ეკლესიაში. და რატო ამბობენ ეკლესიაზე რომ წმინდა არის, იმიტომ რომ ეკლესიის თავი არის ღმერთი, ქრისტე. და დანარჩენები ჩვენი სწავლებით არავინ არ ვართ დაუშვეთ უშესტომო. წმინდანებიც კი აი მაგალითად დავით წინასწარმეტყველი სხვისი მეუღლე მოიყვანა, ის კაცი კიდე თავის ხედავთავარი მოკლა. ასევე პედრო მოციქულმა სამჯერ უარყო ღმერთი. ამიტომ მის სხვას განიკითხავს, ესე იგი უნდა იკითხოს ხშირად წმინდათა ცხოვრები და დაინახავს, რომ მაგალითად მოსეშავი 40 კაცის მკვლელი იყო და გახდა წმინდანი. იუდა კიდე მოციქულად იყო ამორჩეული და წავიდა ჯოჯოხეთში და თქვენ მე რომ 64-ში ძალიან ბევრი, ესე იგი ის ავაზაკიდან მწოდველი მოხდება სინანულით. და გარეგნული წესების შესრულება ხაჩვენებოდ ლოცვაზე და მარხვაზე. ლოცვა და მარხვა არის გარეგნული, მაგრამ ეს ხელს უნდა გეწყდეს იმაში, რომ შენში შემოვიდეს ღმერთი და ახლა ღმერთი ისეთია, რომ ზოგი ფიქრობს, რომ ვერ დაედევა, მაგრამ ღმერთი შემოსვლა რას ქვია? აი ეს ძველი ართმა დაწერილია წინასწარმეტყველების მიერ და იმიტომ რომ სული ღმერთი იყო მათში, სული წმინდითაა დაწერილი ასევე ეს ახალი ართმას და ურჩევდი მოწმეებს რომ იკითხონ სახარების გამარტება. იმიტომ რომ ამ წმინდა წერილის ესე იგი გაგება რომ ადვილი იყოს მაშინ ამდენ სექტები რომ არის, ყველას უკავია ბიბლია. და სწორი გამარტება ხა იერუსალიმში რომ სეცილიცი გამოდის, იქიდან ჩანს რომ ვისაც მართლმადიდებელი ქვია, მაგას სწორი სწავლება, მაგრამ როგორც მოიყვანე ფარისევლები და მწვრთნელების მაგალითი სწორი სწავლება ჰქონდათ, ვერ შეისწავს ღმერთი. ესე იგი რა არის აუცილებელი, რომ ადამიანს ამოძრავებდეს ღმერთის სიყვარული და ვისაც ამოძრავებს, იმას შეიძლება შესტომა დაუშვას დავით წინასწარმეტყველით, პედრო მოციქულებით. ამიტომ არ უნდა გვიგვირდეს, როცა დაუშვეთ ვიღაც მოძღვარმა შეცოდა, ან დაუშვეთ, იმიტომ რომ იუდა მოციქული იყო და უღალატა ღმერთს, შეიძლება ვთქვათ, რომ ღმერთის წამს მოციქულების არა, ზოგიერთი რომ ამბობს, ღმერთის წამს ხდელის არა. ვისაც ეკლესიაში არ უნდა მისვლა, თუ ხდელი აშავებს. 12 მოციქულიდან 11 ეწამა. ასევე 12-დან თუ ერთმა უღალატა ღმერთს შეიძლება 110 აშავებდეს და არაა გასაკვირი. მაგრამ ის დღეს აშავებს, სხვა შეიძლება მოსეშავივით გახდეს წმინდანი და შენ გაგისწროს, ამიტომ ესე იგი უნდა განვეშოროთ განკითხვას და როგორც ახლა მშობელი რაც უნდა შვილი ყავდეს. ხუდი იქნება ყაჩაღი თუ ნარკომანი თუ მეძავი, ხო შეიძულებს. მე ზოგიერთი ფიქრობს, აბა როგორ შეიძლება დაუშვათ ვიღაცამ ჩააგრავს ტერიტორიებს მართვებს, როგორ უნდა მიყვარდეს, აი როგორ ვთქვი, ტერი უნდა გიყვარდეს. მაგრამ ესე იგი ძველი ართმა არის ებრაელთა ისტორია, როგორც კი ებრაელები იწევდნენ ღმერთს, ღმერთი უშვებდა მის მაგათ მონობას, მაგათ განადგურებას. ამიტომ ესე იგი ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? უნდა გავაკეთოთ ის, რომ ლოცვით და მარხვით ერთობაში ვიყოთ ღმერთთან და ვინც ღმერთთან ერთობაშია, თმას არ დავარდებოდა, ფეხურას არ შემოდევდა. ის სოხუმელი ვარ, ამასაც დავამატებდი ახლა, ის რომ დაიკარგა ტერიტორიები აფხაზეთის სამაჩაბლო. როგორც თქვი ისე, ძველი ათმიდან წყუდად არაფერი არ ხდება, ხდება ცოდვებისა გამო და თუ ღმერთთან ერთობაში ვიქნებით და მიხარია რომ ბევრი მრევლი მატულობს, ღმერთი როგორც ახლა იოანე დამასკის ხელი შეუხოცდა მოჭრილი ხელი, ასევე ეს საქართველოსგან მოჭრილი ტერიტორიები გამთლიანდება. მაგრამ შეკითხვას იმაზე რომ აი რა უნდა ვქნათ, მე იმათ გავეცი პასუხი დაუშვათ, ვინც არაა მოწმე, რატომ დაირო ეკლესიაში, მაგრამ ვინც მოწმეა, მოიყვან მეორე მაგალითს რომ ესე იგი ვინც მოწმეა, ის მე ამბობს ეკლესიის დავიწესროლი და სიზნელების შემხთა. მაგრამ ეს სიზნელები უნდა ვიცოდეთ რომ საიდან მოდის, არის როგორც არის ღმერთი, ასევე არის დაცემული სულები. რასაც ქვია ბოროტის სულები და როცა ადამიანში შფოთია, ზოგს თავს აკლევინებს, გაღიზიანება, სიზღია, სიძულვილია, მაშინ ბოროტის სულია მასთან ახლოს. ამიტომ რა უნდა გავაკეთოთ? ესე იგი უნდა ან დავუშვათ ლოცვაში დაზარება, ან როცა ამბობს ადამიანი ეკლესიაში მინდა სიარული, მაგრამ ხელს მისლის, ამას ქვია უხილავი მტერი. და ამიტომ წერია სასუფეველითა და იძულებს. უნდა თავი ვაიძულოთ, რომ ვიმარხულოთ, ვილოცოთ, ვიკითხოთ თავის სახარება. სულ გინდათ ალბათ 5 წუთი, მაქსიმუმ 10 წუთი. ამავა, აი თუ დავუშვათ ხშირად ხდება, რომ თქვენ ბრძანეთ, რომ ლოცვა აუცილებელი, მაგრამ თუ არ შემიძლია ეს ლოცვა, აი მე გეკითხებით, რომ ეს არის ეს პრობლემა, რომ მუდმივობა არ შემიძლია, აი რას დაგვარიგებთ, რას გვეტყვით? როგორც ახლა დავუშვათ ფიზიკური შრომა. დიახ. არის დავუშვათ ზოგიერთი შრომის მოყარია, მაგრამ არის რომ დავუშვათ ვინც შრომობს, ხანდახან დავუშვათ ეზარება შრომა. ასევეა დავუშვათ
ვიღაცები ანთებული არიან და უშუალოდ წმინდა ინოსავით ან ბარბარე და მარინოსავით წმინდანებით, მაგრამ მე ვიქნები თუ სხვა იქნება და უშუალოდ ჩვენ კიდე გვჭირდება იძულება, როგორც თქვი ისე, იმიტომ რომ ვინც გიყვარს იმასთან საუბარი ხო არ გეზარება და ლოცვა რა არის საუბარი ღმერთთან და ვისაც გვეზარება ეს იმიტომ მახატები რომ ხელს გიწყობს იმაში რომ ცოცხალია ღვთისმშობელი რო უყურებ ღვთისმშობლის ხალხს ასევე რომ მას ხوارი ადამიანის სახით იყო ღმერთი დედამიწაზე და ასევე გეხმარება წმინდათა ცხოვრებების კითხვა. აი მაგალითად მიყვარს მე მარინე, ბარბარე, ნიკოლოზი, წმინდა სპირიდონი, ამიტომ მათი ცხოვრება წაკითხული მაქვს, პანდელეიმონი. ასევე ურჩევდი იმათ, ვისაც ეს დაზარების მომენტი აქვს, შეიყვაროს წმინდათა ცხოვრებების კითხვა და აეძულოს თავი აი მაგალითად წმინდანების პატრიარქის ქადაგება იქნება თუ მამაპაესის თუ სხვების აი ზოგიერთი ფიქრობს რომ წავიდეს ათონების თაზე რომ ვიღაც წმინდა მამას დაელაპარაკოს და ამ დროს როცა გეთხულობ სერაფიმ სეროვილი იქნება თუ ესე იგი მამაპაესი იქნება თუ სხვას ქადაგებას იგივე რომ მაგას ელაპარაკები და მაგი გარიგებს და ესე იგი დაზარების დროს გუში უნდა ვთხოვოთ ღმერთს რომ ღმერთო შენი სიყვარული მომეცი ღმერთი ხედავს აზრებს ფიქრებს აი როცა თქვა შენი სურვილები ღვთისწინაშე რა დამლა რაც დაუშვათ გვაკლია ზოგს მოთმინება აკლია დაუშვათ ოჯახში მეუღლისადმი და ესე იგი რაც გვაკლია ეს უნდა ვთხოვოთ აი მამო თქვენ ბრძანეთ რომ ჩვენ ხშირად უნდა ვთხოვოთ დახმარება ღმერთს აი ამის შესახებ ძალიან გთხოვთ აგვიხსენით აი რას ნიშნავს ღმერთს დახმარება აი მაგალითად მაგალითი რომ მევყვანე უფრო გამარდა გავშად იოენ დამასკელი ცის დაწამებენ ცხოვრობდა მე-8 საუკუნეში იყო მოხელე მეფის და მეფე დაეჯერებს წიწამებას ხელს მოაჭრის როგორც მოღალატეს და გარეთ დაკიდებს რომ როგორ დასაჯა მოღალატე რომ ყველას ანახოს და რამდენიმე დრო რომ გავადა რომ ჩაცხლება რისხვა მეფის ივანე თხოვს ხელი მოუწის თუ დამარხოვდა ილუსეს ღვთისმშობლის ხატის წინ ალბათ თხოვდა ღვთისმშობელს რომ ჩემი სიმართლე დაამტკიცებოდა ჩაეძინება ლოცვაში და რო გაიღვიძებს ის ხელი იქნება შეხუცებული ახლა რო არის ლოცა დარჩებოდა ცალხელა ასევე ადამიანის წინაშე მოღალატე ასევე წმინდა ნინო სულ იყო 15-ის გოგო რო შემოვიდა საქართველოში და თავისი ლოცვითას მიაღწია გახდა ქართველი და გამართებელი მოაქცია მეფე მილიანი რომელიც იყო წარმოშობით ირანელი ასევე წმინდა გიორგის ლოცვა რა არის ესე იგი ის მეფე ვინც იყო ტირანი დიოკლეტიანი მისი ბრძანებისას 1000 ქრისტიანი აწამეს ამ წმინდა გიორგის ლოცვით გახდება პატიოსანი შრომელი კაცი მებაღი ასევე იუსტინას ლოცვით წმინდა კიბრიანი ჩადოქარი ღვთისმტერი გახდება ღვთელ მოწამე მამო აი შეიძლება ესეთი განსასწრელი არ დაგვიდგეს ჩვენ მაგრამ აი ოჯახში ხშირად ხდება რომ მეუღლეთა შორის არის ძალიან დიდი ესე ვთქვათ კამათი არის რომ დაძაბულობა ვთქვათ მეუღლეთა შორის არის რომ ერთი მხარე მეორეს არ უსმენს და გაუგებრობაა და ძალიან დიდი ის არის როდესაც ბავშვები არ უჯერებენ მშობლებს არის დაძაბულობა არის რაღაცა ყოფითი ცხოვრებიდან გამომდინარე ძალიან დიდი დაძაბულობა ხშირად ჩვენ ცხოვრებაში რაღაც აი მაშინ რა უნდა რას გვირჩევთ აი რა გავაკეთოთ ასე დროს როგორც აი ღვთის წინაშე როგორ მოვიცეთ ამ საკითხზე მინდა ვთქვა რომ აი ყველა საკ თავისი ჯვარი ზოგისთვის ცოლია ჯვარი ზოგისთვის ქმარია ჯვარი რას ქვია ესე იგი ისეთი ადამიანი შევთა დავშოთ ხო ჩამდელია სტატისტიკით რომ დაოჯახდნენ ესე იგი სიყვარული დაოჯახდნენ მოტაცებით კი არა სიყვარული დაოჯახდნენ და მე ძალიან ბევრია სტატისტიკით დაშორება ერთმანეთისაგან ამ დროს ისინი მათ ბევრმა ჯვარი დაიწერა ამ დროს ეკლესიაში ამ დროს ჯვარს უიწერა ეკლესიაში ესე იგი შენ ღვთისგან კი მოდის კურთხევა მადლი ღვთისა მაგრამ იქ წერია რომ ხალი უნდა უსმენდეს კაცს ასევე კაცი უნდა ურიდეს საკუთარ ცოლს როგორც საკუთარ სხეულს მაგრამ მე ერთად ცხოვრობენ დაუშვათ ხალი იქნება თუ კაცი იქნება ხედავს რომ ის ისეთი არ არის როგორც დაუშვათ წარმოედგინა იმას მაგრამ სიყვარული რა არის მით უმეტეს ქრისტიანობა აი იმას ქვია ჯვარი ახლა უნდა გაიხსენო რომ ღვთისმშობელი ჯვარცმის წინ რო იყო რა ესე იგი რატან ჯვარს განიცდიდა ასევე მას სხვა ჯვარი რა არის ყველა ადამიანს აქვს თავისი სიმძიმე ზოგს სიღარიბე აქვს ჯვარი ზოგს ესე იგი უყურნებელი სენი ემართება როგორც მამა ანდრიაზე მოიყვანე უყურნებელი სენი ქონდა მაგრამ ლოცვით და მარხვით არჩევადილად წვინვაში და ადამიანები აი ეს მწუხარების დროს ვის გავს აი მორავაზას გავს ერთი ავაზაკი მწუხარებით ჩავიდა სამოთხეში მივიდა სინანულამდე მოხდა მასში ფერიცვალება და თავის გვერდში ნატანში შეურაცხყოფაში შეიცნო ღმერთი და ამ დროს თემ ცხოვრება ავაზაკობდა და ამ ჯვარცმამ და წამებამ ესე იგი მიიყვანდა ღმერთის შეცნობამდე ხოლო მეორე კი ჯვარცმა და წამებამ მეორე ავაზაკი
ესე იგი მიიყვანა ტვიმამდე და გმობამდე. ასევე გაიხსენებ 30-იან წლებს მე-20 საუკუნის. და ლოცვამდე რატომ თავდება იყავდება შენი. ესე იგი ჩვენ უნდა მივიღოთ ყველაფერი, არა მარტო სასიხარულო დავუშვათ, ფიზიკური ჯანმრთელობა იქნება თუ სხვა რამ, არამედ ის დავუშვათ მე რო სოხუმელი ვარ ის რაც მოხდა, ან დავუშვათ ვინ სამაჩაბლოდან არის, ან თუ სნეულება გემართება მამანდიასავით უკუნებელი სენი თუ გემართება ტკივილები ქონდა, ან თუ ისეთი შვილი არ ყავს, აი მაგალითად ავგუსტინე გაყრულ ცხოვრებას ეწეოდა, მართლმადიდებელიც არ იყო და დედის ლოცვით მოიქცევა და გახდება წმინდანი. ესე იგი ერთი გამოსავალია და მოითმინო ის მეულე იქნება თუ შვილი იქნება და ამ მოთმინაში გეხმარება ლოცვა და მარხვა. და რო კითხულობ წმინდანების ცხოვრებას, ხედავ რომ ესე იგი ღვთის მადლით 40 კაცი იყო მოშავი და წმინდანი გახდა. მარიამ მეკუტელი ქუჩისკალი იყო 12-29 და ლოცვით და მარხვით წმინდანი გახდა. მაგრამ როცა ადამიანი თვითონ ცოდავს და შენ გული რო შედგება დედა ხარ თუ ქმარი ხარ თუ ესე იგი ახლობელი ხარ და გული შედგება იმაზე ვიღაცა ლოცვას ვიღაცა წამას ეკეთებს. გამოსავალია ერთი გულით ლოცვა და ერთ მაგალითს მოიყვან. ერთმა დედამ მითხრა რომ აი ჩემმა შვილმო ესე იგი თავისი თამაშით სახლი გააყიდია და ნაკრებებში არიან და ერთმა მონაზონმა ურჩია თორმე რომ ყოველ 3 საათზე ღამით ადექიო, ღამის ლოცვა უფრო მეტიაო, დღეც უნდა ვილოცოთ, მაგრამ ესე იგი ღამი ილოცეო და ყოველდღე დავიწყო 3 საათზე ლოცვა შვილისთვისო. და გახარებული იყო რომ წირვაზე დაიწყო სიარულია. მე რამდენიმე ხანი რო გავიდა, 6 თვე იყო თუ რაღაცა. ესე შევხვდი ამ ხალხს და მეუბნება რომ აი ესე ვაურია ჩემმა შვილმა და მე უთხარი რამდენ ხანია ლოცვა მიატოვე მეთქი და 1 თვეო. ესე იგი ასაც ლოცულობდა კიდე 1 თვე იყო და მიატოვა და მე ესე იგი ცუდვაით ჩავარდა. ესე იგი როგორც სხეული ჭიდება საკვები, ასევე ლოცვა და მარხვა ჭიდება ადამიანს სულიერებისთვის. სულიერება კიდე რა არის, როცა შენში არ არის შური, სიძულვილი, წერის გიყვარს და ეს ისე იმასე გიარჩება სასაცილოა. ამის მაგალითია პატრიარქი, რაც უნდა ლანძღონა 30 წლის განმავლობაში კომისიუწყობა რო იყო, ახლაც დაუშვათ მოწინააღმდეგები რო ყავს, არასდროს არ უპასუხია სიძულვილზე, სიძულვილზეზე იზღით. ასევე მოციქულების, ასე იყო ქეთემაწამებულის, აი მოწამეები აწამებდნენ და ისინი კიდე მაგათთვის ლოცულობდნენ. ეს კი ახდება ცოდნით, ეს ხდება ღვთის მადლით და მადლი შემოდის, როცა შენ სურვილი გააქვს, რო იცხოვრო სიყვარულით. და რა ხდება გულში? მიმდინარეობს ბრძოლა ეგოებსა და სიყვარულს შორის. ყველა ბროდების სათავე არის თამოყვარეობა და ჩვენ რო ბავშვებს ვდით, ახლა თუ დააგვედებით დიდარი ოჯახის შვილებს, ესე იგი უმეტესობა თავისუფლებას, ესე იგი განსაკუთრებით დედისცეთა შვილები. ესე იგი ამწარებენ თავიანთ მშობელს, იმიტომ რომ ის ბავშვი ყველა სულების, ესე იგი ასულებით რო იზრდება, იმას ქვია ეგოიზმით გაზდა და ის მე რო გაიზრდება, არც მშობელს გამოადგება და არც სამშობლოს. ჩვენ ბავშვებიდან უნდა ვასწავლოთ. ესე იგი საკუთარი წერია უარყავ თავი შენი და სიყვარული ცხოვრება რა არის? აი მაგალითად, როცა გიყვარს მშობელი რო ხარ, შუსოული, იქიდან სამაგიეროს ხვარელი. ესე იგი შენ ანთებული სანთელივით ახარ. და ესე იგი მიზანი ქრისტიანობის არ არის, რომ იცხოვრო სიყვარული. ჩვენ სწავლით, ღმერთი არის სიყვარული და ვინ სიყვარულს ცხოვრობს, მასთანაა ღმერთი. მაგრამ ყველა ქადაგებს სიყვარულს, მუსლიმანური სარწმუნოება, ის ებრაული იქნება თუ სხვა, მაგრამ მარტო ქრისტიანობაში რომ წერის გიყვარდეს. და ამას ხას უსვამ რატო? იმიტომ რომ სამწუხაროდ მე მახსენდება საბჭოთა კავშირის პერიოდი, როცა დაუშვათ სიძულვით ეთესებოდა დასავლეთისადმი. ახლა დაუშვათ ვერაფერს კაც ვერ გაიგებ რუსებისადმი. ამ დროს რო სოხუმელობა ზოს უყვის, რომ გონია რომ მე რუსებს ვიცავ. მე რუსებს გავიცავ, მე ადამიანს ვიცავ სიძულვისგან. მე ჩემი სწავლებით მამოჩი შემოთავდება. ესე იგი როგორ არის შინაარსი, მობიტევი თანადიმი ჩემნი, როგორც მე ვუტევ თანადებთან მათ ჩემთან. ესე იგი შინაარსი რა არის ამ მამოჩენოსი? ესე იგი როგორც ვაბადიებ, ისე ვაბადიოდა. აქ ერთ ადამიანზეა საუბარი და მით უმეტეს ახლა შენში თუ მასმედიის საშუალებით სიძული შემოვიდა ერისადმი, ეს უკვე არასწორია. იმიტომ რომ ვერ მოხდები 60-ში, სადაც არის სიყვარულის სუფევა. და მე ადამიანს ვიცავ სიძულვისაგან. ასევე იმ დროს ის ცოდა რომ მქონდა ახლა რაც მაქვს. მე დაუშვათ მიხადაგებდი სიყვარულს დასავლეთისადმი, ევროპელებისადმი, ამერიკელებისადმი, იმიტომ რომ ეთესებოდა სიძულით, მასმედით დასავლეთისადმი. ესე იგი მოზღვის დანიშნულება რა არის? ადამიანში ჩაკლას სიძული. ახლა ღარიბს, ზოგს ღარიბს ახლა მანქანებში ზივარა, ტაქსში შევძივა. ისეა გაბოროტებული ადამიანის ღარიბისგან, რომ ესე იგი რომლის საშუალება როგორც 30-იან წლებში. ისე მოიქცევა და
ესე იგი გაბოროტებულია სიგარების გამო და რატო? იმიტომ რომ რო კითხო მორწმუნეა. იმიტომ რომ მის გულში არა ღმერთი. ესე იგი ეს რწმენა მარტო აი ზოგი რომ ამბობს რა საჭირო ეკლესია იმისთვის და საჭირო რომ იმ ლოცვით, მარხვით, შედი აღსარებით შენ შემოვიდეს ღმერთი და ღმერთი თუ შემოვიდა. თუ გინდა ღარი ვიყავი, ანდრია და პეტრე მოციქულებით. ადიდე იქნება ღმერთს, ან მამა ანდრია ცოცხალი მაგალითია, შორს ვაწავიდეთ. ახლა ხან სულ 16 ბიჭი იყო და ლოცვით და მარხვით წელიწად ნახევარი საშინელი ტკივილებს გავსწო და ადიდებდა ღმერთს. ესე იგი ლოცვა და მარხვა არის საშუალება ამ წუთის სოფეში რომ რაც წერია სახარებაში მოთმინებით და შენით და მოიპოვეს სული შენი და მოთმინება ვერ გექნება თუ არ მიმართავ ლოცვა და მარხვას ესაა ძალა სულიერი. მამო, ესე იგი თქვენ გვირჩევთ რომ დახმარება მიმართოთ ღმერთს და არა უკვე სახში ესე ვთქვათ ჩვენს გულისხმებს და არ გამრიხსნეთ ერთმანეთთან მეუღლეებს აი რას ურჩევთ? აი წერია ესე განისხება არა გასაკვირია ხა მე ძმა ხო მყავდა და წაიყვანა ღმერთმა და ეს ხანდახან მოგდიოდა კამათი ასე მონასტერში ვაც მებირო ვარ ხანდახან კამათი მოგდის გასაგებია ხა კამათი ან რო უკვეთ ახლა დაუშვათ რა ხდება საბადირეკოში დაუშვათ ეს ახლა ცოლმა ქმარზე ილაპარაკოს და ქმარმა ცოლზე იგვირო დაუშვათ მასმედიის საშუალებით ესე იგი როცა გამოაქვს მოძღვარს პრობლემები დაუშვათ რა ხდება მოძღვარს შორის ახლა მოძღვარს შორის მარტო ახლა კი არა მე-4 საუკუნეში როცა დიდი მამები იყვნენ მაშინაც ხდებოდა კამათი მაგრამ როცა ეს მასმედიის საშუალებით გამოაქვს ესე იგი მოძღვარს უკვე არასწორია იმიტომ რომ ესე იგი აქ ერის ხალხი ბრდება განკითხვაში და ეს უნდა იცოდეს ადამიანმა როცა ამბობს უი წარმოდგენა დამეკარგა ესე იგი არ მინდა ეკლესია ასე არ არის ახლა მარტო ხო კი არ ხდება ახლა კამათი ერთმანეთს შორის ეს ხდებოდა ადრეც მაგრამ ახლა 1000 ჭორიდაც იწამება ხო ვიღაცას თანამდებობა რაღაცა უნდა ეს ჩვენ არ ვიცით მაგრამ კამათი და ესე იგი ყოველთვის იყო ერთმანეთს შორის მაგრამ ცოლმა ხმაზე ილაპარაკოს მეზობელთან და ხო არასწორია ასევე გამოტანა დაუშვათ შიდაური პრობლემების არასწორია ამ პრობლემის ოჯახში რაც ხდება ამ პრობლემის გარეთ გატანას არასწორია ამიტომ არის მოძღვარი რომ ესე იგი ესე იგი ცოლსა და ხმას უნდა ყავდეს ერთი მოძღვარი რომ იმან ესე იგი დაერეგულიროს ესე იგი ურთიერთობა ცოლსა და ხმას შორის და ის იგივე აი ძალიან საინტერესო დასკვნამდე მივედით რადიო მსმენელებო მამა ბენიამინი ძალიან კარგ დარიგებას გვაძლევს რომ ესე იგი ქმარსა და ცოლს შორის თუ არის რაღაცა გაუგებრობა ორივე მიმართონ მოძღვარს ეს ძალიან კარგი არის მამა რომ აი ეს მიმართულება და ერთი მიდოდა აი დაუშვათ წერია იმაში სახარებაში რომ დიახ და იმაში აი საერთოდ ძველართმაში დაცნებაში რომ პატივიეს დედას და მამას დიახ და პატივიეს დედას და მამას და ამ დროს რა ხდება ესე იგი მე შურს ამ მუსულმანური ფილმებისა იმიტომ რომ იქანე დაუშვათ იმ ფილმებში გამოხატულია პატივისა მშობლებისადმი გამოხატულია პატივისცემა საწუნებისადმი ჩვენ სამწუხაროდ აი მოქმედების თავისუფლება მოგვეცა სამზაკავშირი დაინგრა მოქმედების თავისუფლება მოგვეცა და სამწუხაროდ ესე იგი ეს რეჟისორი იქნება თუ ეს მასმედია იქნება რასაც ქვია საქართველოს ტელევიზია ამ თავისი შოუებით თავისი ესე იგი ფილმებით ესე იგი არ უწყობს ხელს იმაში რომ იყოს დაუშვათ უფროსი მცველის შორის პატივისცემა სათვისტური წყობის დროს ახლა რო უყურებს ზოგ ფილმებს ქართული იყო თუ რუსული იყო იმ დროს როცა ღმერთი უარყოფილი იყო თუმცა რეჟისორმა მოახერხეს კარგი ფილმების გადაღება და ამ დროს როცა მოქმედების თავისუფლება გვაქვს სამწუხაროა რომ ჩვენ აზრობთ მომავალ თაობაზე მარტო მოგებაზე ფიქრობს ესე იგი ჩვენი მასმედია ფიქრობს მარტო მოგებაზე ესე იგი მარტო მოზღვის საქმე კი არ არის მომავალი თაობის ესე იგი სულიერება ეს უნდა იყოს მასმედიის იმიტომ რომ თქვენია რომ ვინც ერთი დააბკოლოსო პასუხს აგებს და სამწუხაროდ ჩვენი მასმედია თავისი კინოებით იქნება თუ შოუებით ესე იგი ბევრ ადამიანს ხუბავს სულიერად ხო ვინც დააბკოლოსო ერთი მცირეთაგანი ჯობია წისხვილი საფხვილი ქვაო ხელზე მოიფას და გადააგდო ზღვაშიო ვიდან დააბკოლოს ერთი ადამიანი და სამწუხაროდ აი ქართველი მშობელი სამწუხაროდ აი რასაც გული მტკივა და თქვენს მტკივა და ეროშოდებიან ცოლქმარი ერთმანეთს თვითონ მშობელი უწყობს ამას ხელს სამწუხაროდ რატო ხდება ეს არ ვიცი ხშირად მშობელი ესე იგი ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ მშობელს უნდა პატივი ვცეთ მაგრამ როცა უკვე დაუჯახდი მე მადიდოსებზე მახვედულობაში რომ უნდა უსმინოს მეუღლეს და ზოგი მშობელი ესე ერევა თავის ესე იგი შვილის ოჯახურ მდგომარეობაში რომ აშორებს ქმარს სამწუხაროდ და ასეთი არაერთი შემთხვევა მინახია
რაც 99 წლიდან მოძღვარი ვარ. რას ურჩევთ მაშინ როგორ უნდა ჩაერიოს? აი რახან ესე იგი, ამბებასაც შევეხეთ. აი დაუშვათ მშობელია და ხედავს რომ დაუშვათ თავისი სიძე ზარმაცია, უმშევარია. რას ურჩევთ? კან ეს მიზეზია იმისა რომ დაუშვათ დააშოროს ესა. ნუ ლოცვისკენ ისე ლოცვისკენ მოვუწოდეთ თქვენ რომ ილოცოს. რა თქმა უნდა და ესე იგი ის რომ დაუშვათ ჩვენი სწავლები სრულყოფილი არის მარტო ღმერთი. და როგორც თავის შვილს უყურებს, თავის გოგოს ისე უნდა უყურებდეს სიძესაც. ის ზარმაცი თუმა დაუშვათ უნდა დაეხმაროს იმაში, ხა შენ შვილს რაც უნდა შეიძლება არ იყოს ზარმაცი და ეჩვენებოდეს მამო. ხო და ხო არის რომ დაუშვათ უმუშევრობაა და ადამიანს უნდა სამუშაო და ვერ შეუძლებს. ვერ შეუძლებს. და ამ დროს ესე იგი მშობელი იმდენად უჩიჩინებს იმ თავის გოგოს რომ ესე იგი აშორებს ტრაგედიამდე მიღავს. ამ დროს მარტო ღალატის შემთხვევაში შეიძლება ოჯახის დანგრევა და ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ესე იგი ის ნაკლოვანება ხალისგან, ქმრისგან, ცოლისა, ესე იგი ამ მშობლისგან სიძის ამას ქვია ჯვარი და ყველა ადამიანს გვაქვს ჩვენი ჯვარი და წერია საღარიბეში. უალღავ თავი შენი, აიღე ჯვარი შენი, ესე იგი და გვიწერია მოთმინებითა თქვენი და მოიპოვეთ სული თქვენიო და ეს თემა რო იყო ლოცვა და მარხვა ზუსტად ამ ეს რო კონდეს თავშეკავება, მოთმინება და რო ქრისტიანულად გამო ეს ცხოვრება. ვიწრო გზა რასაც ქვია, გეხმარება ლოცვა და მარხვა. ამო აი თუ მე აი ხა მეუღლეთან მიმართებაში ჩვენ ვთქვით აი შვილების საკითხზე მინდა გკითხოთ აი ხშირად ხდება ისე რომ თაობათა შორის რაღაც გაუგებრობა არის შვილებს უჭირთ მშობლების ესე ვთქვათ მორჩილება მშობელსაც მოთმინება არ ყოფნის და აქაც ხდება ეს ერთგვარად გაუგებრობა დაპირისპირება და მე რას რას ურჩევდით რადიოსვენელებს მე მას ურჩევდი რომ ესე იგი შვილმა აი მაგალითად ახლა მე ვარ მოწვარი და მოიყვან ჩემ მაგალითს ხა ბავშვეუნები რომ ესე იგი ჩვენ ვარ წუთის სოფელში რომ უნდა ვიცხროთ უანგაროთ და ეს ბავშვი ხედავს რომ მე ვზივარ 100,000 მანქანაზე ან 50,000 მანქანაზე ესე იგი ხო წყალში იღება ჩემი ლაბაკი ესე იგი სოფელში თუ დაინახავს ბავშვი წყვილს ცოლ-ქმარს შორის გათავდა ეგ რაცა უნდა დაალიგოს და ანუ უპატივცემლობას ეთვენდისადმი ან ესე იგი უკვე არ მოქმედებს და თუ მაინც ესე იგი წყვილად არიან ცოლ-ქმარი არიან ერთგულებით და შვილი არ უსმენს მე ეგეთ მოიყვანე მაგალითი დეტალი ავგუსტინესი მართლმადიდებელიც არ იყო გარკვეულ ცხოვრებას ეწეოდა და ტიროდა თავის შვილზე მაგრამ მოძღვარი უჩევდა ილოცეოდა აი ლოცვა მაინც გაჭრა ის ესე იგი მადლი გადავიდა იმ ავგუსტინეზე და მოიქცა ესე იგი ჩვენ უნდა მოვითინოთ ჩვენი შვილზეა საუბარი ხო ესე იგი დიახ ანუ თქვენ მამაო ერთი კონკრეტული ახლა ის გითხარით რომ შვილის დასანახად არავითარ შემთხვევაში თუ რამ გაუგებრობა აქვს მშობლებს შობია ცალკე ისაუბრონ ამის შესახებ და შვილს მხოლოდ ურთიერთ სიყვარული ანახონ ესე გაზარდონ შვილი და კიდე მე ვიცი რომ თქვენთან მამა ბენიამინ ბევრი ახალგაზრდა ამოდის მე ვფიქრობ რომ ოჯახი არ დარჩა თბილისში და საქართველოში ღვთაების მამათა მონასტერში აღჩენილი იყოს და აი რას ეუბნებით ბავშვს ხო და ერთი დედის მაგალითს მოიყვანა ხა რაღაცა მინდა ვთქვა რომ 10 წლის უკან 12 წლის უკან ჩემი შვილი იყო ვიქანეოდა ვიღაც ბერმაო შეიგინაო და იმის შემდეგ ეკლესიაში არ მისულაო მაგრამ ახლა მე სადო მოიყვანა ეს მაგალითი მე მოიყვანა მაგალითი რომ ის შეიძლება არის ხა ვისაც მოჩლების კაბაც შეხა თქვენ იცით რომ ის შეიძლება ბერი არ იყოს მაგრამ ის მასაც არ უნდა შეიგინოს არა შეიძლება წრები ქონდა არა მე რას ლაპარაკობ ან მოჩილმა მე ხშირად ლაპარაკობ რომ ესე იგი ადამიანები ახლა ჩვენ რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი რომ არის დაუშვათ ღდელი და ცოდვაში ვარდება და მე დაუშვათ მონასტერში უშვებენ ასევე ის ბერით ადამიანია თუ დავიწინა სამეთყველმა დაუშვათ ვინც ესე იგი ისეთი კეთილშობილი კაცი იყო წემს იყო და მეთქვა მეფე დაიჩია ასეთ კაცს მეერევა ცოდვა ხალის სილამაზე გადარებს და თავის ხედავთავს მოკლავს და იმას შეიტავს ცოლად ახლა ესე იგი ასევე პედრე მოციქულმა სამჯერ ღომეთი მაგრამ მე კი არ ამბობ რომ ის მართალი იყო ვიღაცა ეს მოჩილი იყო თუ ბერი იყო მაგრამ როცა ადამიანი ამბობს იმან ისე თქვა არასწორად მოიქცა ეს ახლა მარტო იმ ბავშვზე კი არა საუბარი აქ საერთოდ ძალიან ბევრია მოსახლეობისა ისეთი რომ დაუშვათ ეკლესიაში დაეწყებენ სიარულს ეკლესიაში სიარულს იწყებენ და მე ესე იგი სიარულს ტოვებენ რატო იქ დაუშვათ მოზვის ის არ მოეწონებათ მოქმედება ან დაუშვათ ძვირფას მანქანაზე ზის ან ფულს ითხოვს ნათლობაზე ძვირწერაზე და მაგრამ ეს არასწორია იმიტომ რომ ჩვენ იმიტომ კი არ მივდივართ ეკლესიაში რომ ესე იგი ჩვენ გავარჩიოთ და ხა მოძღვარი აი მაგალითად მამა გაბრიელის მაგალითს მოიყვან რომ მამა გაბრიელი ცოცხალო იყო 94-ში რომ ვიდიოდი ის იმ დონეზე იყო რასაც ვფიქრობდი იმას ხედავდა და
მითხარ რომ შენ რომ იქ მე ვიყავი მაშინ მორჩილი, ერთი წელი ვიყავი შვედის სკოლაში და შენ იქ 4 მოძღვარი იყო მაშინ. ერთი ისმისკენ იყო მიდრეკილი. სოვიეტების სახელმწიფოს აესებონდა და მე ახალი ცოცხი კარგად გვისო. მე მინდოდა რომ ესე იგი ყველაფერი ათიანზე ყოფილიყო და განვიკითხავდი მოძღვრებს. ეს რატო შვამსის და უშუალოდ რატო არ მოვიდა ლოცვაზე და მე მამაგაბრი მამითხარ რომ შენ რომ ფრთხილად იყავიო, ესე იგი დაუშვათ ყველა მოძღვრას თავისი მრევლი ყავსო. ყველა ის მოძღვარი ესე იგი შინაარსის იყო რომ როგორც ახლა მასწავლებელი ზოგი მასწავლებელი დაუშვათ ყველა ვინც ყველა ერთნაირი ხო არ არის ის მაგრამ ის წერია უღირსი მოძღვრებითაც მოქმედებს მადლი და როცა შენ სასწაულს ეძებ აი ზოგი ისიც არისო აი მოძღვარი ვერ ნახე მე მომიყვან მაგაში იუდას მაგალითო ქრისტესთან იყო და ვერ ეშველა ესე იგი თუ ქრისტეს უფრო დიდი მოძღვარი ხო არ არსებობს მაგრამ გეშველება შენ თუ სინანული გაქვს წერია უღირსი მოძღვრებითაც მოქმედებს მადლი ამიტომ შენ ეკლესიაში მიდიხარ იმიტომ კი არ მიდიხარო ესე იგი დააგვიდე ვის როგორ აცვიან ვინ მოდის აი ზოგი კიდე არ მოდის ეკლესიაში რომ იქო დაუშვათ ქურდები და ყაჩაღები მოდიან ამ დროს პირიქით უნდა გიხაროდეს თუ იქ მოდიან ქურდები და ყაჩაღები ის დღეს თუ არ სწორდება ხვალ თუ არ სწორდება რამდენი გამოსწორებულა ზეგ და მაზეგ ესე იგი ზოგი უცებ არ სწორდება და ექიმა რო იფიქროს რომ ახლა ჩემთან პაციენტი რომ მოდის ახლა ზოგი უცები კურნება ფიზიკური ავადმყოფობისგან მაგრამ ზოგი უძედება წლობით 3 წელია ხო იქ ქრონიკული ავადმყოფობა ექიმა რო თქვას რომ ეს მაინც არ იკურნება და არ მიიღება ხარასწორი ასევე მოძღვრის დანიშნულებაა რომ როგორც მშობელი არ გააგდებს თავის შვილს და მონასტერი ახლა მონასტერზეა ლაპარაკი აი ზოგი განმეკითხავს იმიტომ რომ ღებულობ ლოთებს და უშუალოდ ვინც ამას იკეთებს და ეს იგვირა ხომ მშობელმა იფიქროს რომ ჩემი შვილი მაინც არ სწორდება წამის გაკეთებისგან ლოთებისგან და უნდა გავაგდო სახლიდან ესე იგი მონასტერი როგორც საავადმყოფოა ფიზიკური განკურნებისათვის ასევე მონასტერი იმიტომ რომ მიიღოს ყველა ესე იგი წარსულის მქონე ადამიანი რომ ის განეშოროს ცოდვას აი მამა თქვენ ახლა შეეხეთ გინება ახსენეთ აი ბავშვმა თქვაო და აი ადამიანი როდესაც იწყებს მარხვას მხოლოდ საკვებით ალბათ არ უნდა შემოიფარგლოს თუმცა საკვებით დავკარგეთ ჩვენ 64 და საკვებით უნდა შევიდეს ადამიანი მაგრამ სულიერი საკვებიც არის რასაც ისმენს ადამიანი რითი საზრდოობს და აი გინება ესოდენ გავრცელებული ცოდვა არის საზოგადოებაში ანუ ადამიანი რომელიც იგინება და აღარ შეიგინება ეს მას ხო ჩაეთვლება სულიერ მარხვაში არა როცა მაგალითი მოიყვანე ბერის ან მორჩილის და იგინება ხომ ის ფხიზზე მდგომარეობაში არ შეიგინება მაგრამ არიან დაუშვათ კატეგორია ადამიანებისა რომელიც დაუშვათ ბერია ან მორჩილია და როდალევს მე იგინება მაგრამ ეს არ დალევა არ უნდა დალიოს ადამიანი არ უნდა დათრეს მაგრამ ეს ვისაც ცოდნა არ აქვს იმან არ იცის რომ ესე იგი მარტო ცოდნა იმისა რომ არ დალიო არ შეცოდო არაა საკმარისი ის ბერის ესე იგი ის მონაზონია ჯერ არ მიუღწევა ბერობამდე კი აცვია ეს ან მორჩილია და ვერ მიაღწია იმას აი საკუთარ გუში ვერ მიაღწია ესე იგი ნების დამარცხებას და ნების და მე მომყავს მამა მარტინიანის მაგალითი ესე იგი ადამიანს ქვია ხისი მამა და ცოდვისგან არ იყო თავისუფალი ასე უგონია რომ ახლა ბერია უნდა იყოს წმინდანი ამ დროს ესე იგი მამა მარტინიანის 26 ფებრუარსა მაგისენების დღე და თუ მაგის ცხოვრებას წააკითხავთ იქანი ჩანს რომ ეს ბერი არ იყო თავისუფალი ცოდვისაგან ამ დროს ისეთი ბერი იყო რომ მაგასთან ჩევაზე მიდიოდნენ და რო გარდაიცვალა არა მარტო 64-ში მოხდა ქვია ხესი მამა აქ მაგრამ გინებაზე კი არა საუბარი კი ნებისგან განთავისუფლება არ იყო თავისუფალი როგორც მოსი შავი მაგრამ რაც შეეხება ბილსიტყვაობას მე როგორც თქვი სამწუხაროა ჩვენი მასმედია აი 12 მე გული მიგდება როცა 12-13 წლის ბავშვი გოგო თან მეუნება ბილსიტყვაობა ისი დამსახურება ჩვენი მასმედიის ეს ტელევიზორი არის ყველა ოჯახში და სამწუხაროა რომ მარტო მატერიალური კეთილდღეობა როგორც კომუნისტური წყობის დროს იყო მიზანი იგივე დარჩა დღეს და ეს სულიერება მარტო დღეს კი უნდა მოეთხოვება მშობელსაც და ასევე მასმედიის მუშაკებმაც უნდა იფიქრონ რომ იმათაც ყავს შვილები და ესე იგი ეს ფილსიტყვაობა ცენზურა უნდა იყოს დემოკრატია ანიშნავს რომ ესე იგი იყოს ფილსიტყვაობა ტელევიზორში ახლა ზოგი ამბობს აი დაუშვათ ქართული ფილმი როგადის ესე იგი იქ რაც ხდებაო მე მგონი ჩემი ცოლის დაკალებია ისო ცხოვრებაში ხდებაო მაგრამ ცხოვრებაში რო ხდება სიტყვაობა განა ყველა ოჯახში ხდება განა ყველა მშობელი შვილების წინ იგინება მაგრამ როცა მას კინოში უყურებს ბავშვი ფიქრობს ეს ნორმალური მოვლენაა სიტყვაობა და ქუჩაში რომ მამა აი მე მინდა
გთხოვოთ ამაზე კომენტარი. ან ვითომედეს ჩემი დედას რო ამბობს ადამიანი. რამდენი ადამიანი შეეწირა ხო და- დედის სიწმინდის დაცვას. ხო და ადრე რატო გინებიან ეს ახალგაზრდა? და ეს მასმედია და კიდე მამას მოვაყოლებდი რომ ჩხუბი ყოველთვის იყო, მაგრამ ადამიანი რო აი 18-17-ის ბიჭები რომ აი გუში რო უყრიან დანას რაღაც პატარა მიზეზის გამო, ეს ისიბრალია. ეს ფილმები რომ აი იაპონური, ჩინური და ეს ვესტერნული, ამერიკული ფილმები რომ აი ადვილად ყავენ ერთმანეთს. და მე მახსოვს, გამოვიდი მშენებელი ინჟინერი, იმიტომ რომ იმ დროს ჩემ დროს ესე იგი სკოლაში რომ ვიყავი, მშენებლობაზე გადავიდა ფილმები და შემეყვარდა მშენებლობა. ესე იგი, რასაც ჩვენ უყურებთ, ის პატარა გავლენა კი არა აქვს ჩვენზე. ამიტომ ესე იგი სამწუხაროა რომ მასმედია მარტო მოგებაზე ფიქრობს. და ეს ბისიტყვაობა უნდა ამოღებული უნდა იყოს მასმედიიდან, ტელევიზიიდანაც. კი მამო, აი კიდევ აი ხო ჩვენ ნელ-ნელა მამა ბენიამინ სამწუხარო დრო ისეთ ჩქარა წავიდა რომ ნელ-ნელა უახლოვდებით აი გადაცემის მიწურულს და აი თუ შეიძლება გითხარით რომ აი დაუშვათ მე არა მაქვს შესაძლებლობა ერის კაცი ვარ და ყოველ დღე დავესწრო საღვთისმსახურო ლოცვებს ტაძარში. აი ჩემთვის ეს ნაკლია თუ სავალდებულო არის მარტო შაბათ კვირას დავესწრო მე როგორ დაარიგებდით რომ აი ახლა ვის პირველად აი ვის მუშაობს ხო? ვის მუშაობს და ამის გამო ვერ ესწრება, მით უმეტეს ახლა უმუშევრობა შეიძლება არ დაესწროს, მაგრამ როცა ადამიანი არ მუშაობს შაბათ საღამოს და კვირა დილას უნდა ესწრებოდეს და ახლა და 7 საათიანი წირვებიც არის მამა ბენიამინ ხო კვირაობით ერის კაცი ვინც მუშაობს აი მაგალითად არის სამება რომ არის და სიონი იგი ვისაც 10 საათზე ან 9 საათზე გეწყება სამუშაო დილის 7 საათზე ტარდება წირვა დიდ სამებაში და სიონში და წირვაში მისვლით არა მარტო თქვენ თავს ეხმარებით იქანე მოსახსენებას უწევენ ცოცხალზე მიცვეებაზე ოღონდ უნდა იყოს მოათული წასული და ცოცხალის იმას აქვს დიდი მნიშვნელობა და ამის მარტო ცოდნა პრაქტიკული ის მაქვს მე აი 85-დან მოძღვარი ვარ და ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა რომ წირვაში მოსენიებით მე მადლობა ვთქვიათ შვილი მიცემია ვიღაცას ვიღაცა განკურნებულა და ასევე მიცვეებულებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს წირვაში მოსენებას და დავამატებდი შუმდა დედებზე მე მინდოდა მეთქვა რომ სამწუხაროდ აი სასაფლაოები რომ არის ახლა გული მიგვდება რომ დაუშვათ ადამიანს წვენა აღყოფნის იმისათვის რომ ლოცვას მიმართოს და ლოცვით ესე იგი ნუ გესაზრდებს შუმდარი მშობელი დედა იქნება თუ მამა იქნება თავის თავსაც და მიცვეებულსაც ეწევა და როცა ჩვენ აი სასაფლაოებს უყურებთ დახარჯული იქ 10,000 თუ 20,000 ეს უაზრობა უბრალოდ სასაფლაო უნდა იყოს შემოფარგლული იმისთვის რომ არ მივიდეს ზაღლი და საქონელი და დანარჩენი თუ ბევრი ფული გაქვს უნდა გაცე მოწყალება და იმით შეეწევი მიცვალებული სურს თორე იქ მარმარილოთი იქნება მიცველი სასაფლაო თუ უბრალო რკინის შემოღობილით მნიშვნელობა არ აქვს მნიშვნელობა აქვს მიცვალების სახეზე შეგვეთილ წირვებს მოწყალების გაცემას და პირად ლოცვას სახში აი ჩვენთან იყო მამო შემაგალითი მინდა მოგიყვეთ ახლა ხან მოვიდა ერთი მრევლი მრავალი წელი თუ 4 წელი არ ყავდა შვილი დაიწყო ეკლესიური ცხოვრება და დავარსულდა დედაკაცი და აი ესეთი მარტივი და მეც ბევრი შემთხვევა მაქვს ახლა მე ესეთი მოძღვარი ვარ რომ იქ მოდის და ბევრი მოდის მამა ანტონის საფლავის გამო ყველა ვხვდები ვილაპარაკები და მე ბევრს მადლობა ვთქია უშვილოსო აი რას წივალუცვაზე დაიწყე სიარული რომ ერთმა მისცა შვილი ამიტომ წივალუცვის მადლი შეეციოს ყველას შევიყვაროთ წირვებზე სიარული და ვამბობ რომ დარიგება ადვილია ძნელია ცხოვრება გეთანხმები და ჩვენზე ნათქვამია მეოთხე საუკუნეში ანტონი დიდას ვამები ამბობ რომ ძალიან სუსტები იქნებიან ერის და ბერიცო ამიტომ ჩვენ თუ სუსტები ვართ ერის ხალხი ჩვენი განკითხვა ესე იგი ჩვენი სიზუსტე არ არის მიზეზი იმისა რომ თქვენ ეკლესიაში არიანთ იმიტომ რომ ჩვენი სიზუსტე ხესაუშლის იმაში მოსენებულს ერთი ლოთი მოძღვრის მაგალითს მოვიყვან რომ ესე იგი სოფელმა დაწერა საჩივარი რომ ეს მოძღვარი მოხსენიო და ეპისკოპოსმა იმიტომ რომ შეწუხდა მოსახლეობა სოფლის მოსახლეობა მოძღვრის დოთობით და რო დაეძინა ეპისკოპოსმა ყველა ხუთასგავს უფროსი ეპისკოპოსი და იმას უნდა გაინტერესებლებინა ხამე გამოეცხადებიან ბევრი მიცვეებული სულები და თხოვენ რომ ეს მოძღვარი დატოვებინა რატომ და იმიტომ ჩვენ გიხსენებს კვეთაში ესე გარეგნულად კი წოდავდა მაგრამ თავის წილოსვაში იყო ბეჯითი რამდენია დაუშვათ შეიძლება არ სვამდეს მაგრამ 5-10 წუთი კვეთავდეს და ეს კიდე ალბათ საათობით კვეთავდა იმ მიცვეებულებს და თავის საქმეში იყო ბეჯითი დიდი მადლობა მინდა გითხრათ მამა ბენიამინ რომ გამონახეთ რომ ძალიან დიდი მადლობა თქვენ ბევრი საზრუნავი გაქვთ
დიდი მონასტერი გაქვთ, მით უმეტეს ახლა დიდ მარხვაში მამო, ვიცი რომ თქვენი მონასტერი ძალიან დიდ მისიას ეწევა და ამას რადიო მსმენელისთვის ვამბობ, იმიტომ რომ მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ ჯვრიზედისთვის, იმ მისიონერებისთვის, ასაც თქვენი მონასტერი ეწევა და ესე ვთქვათ, კარი ღია გაქვთ ადამიანებისთვის და მრავალი ადამიანი პოულობს ნუგეში თქვენს მონასტერში მამო ბენიამინ. 14 წლიდან ზემოთ ვისაც სრული აქვს ბიჭებს, მამაკაცებს შეიძლება დააჩნდნენ. და თუ მწოს ასაკისა ძმასთან ან მამასთან შეიძლება მოვიდეთ ჩვენთან. ერთმანეთს დაგლოცოთ და გაგახადოთ. დიდი მადლობა მინდა მამო ბენიამინ და გქონთ რომ დაგულოცოთ რომ ეს მარხვა გავატაროთ მშვიდობით და ბრწყინვალე აღდგომა გაგვითენდეს. თისმალდი, თისწყალობა და რაც შეეხება მე სოხმელი ვარ დაამატებდი იმას რომ სიყვარული გაიმარჯვოს, მე ძალიან მიყვარს რუსებიც, აფხაზებიც, სომხებიც და ომი მოგივიდა აფხაზებთან, რუსებთან და მაგრამ ჩემში და მე ვისაც ხვდები აქ ვის მოდის ოსრო ხვდები, აფხაზო ხვდები ხალხი რომ მიუშვა, წამში მოხდება შეიგება და ეს უბრალოდ პოლიტიკის ბრალია და მისცეს სიბზნე ესე იგი ყველას ხელისუფლებას რომ აღდგეს სიყვარული რაც იყო ჩვენ შორის გაუგებრობა ძმათა შორის ჩვენ სამოქალაქო ხო იყო მაგრამ ის მას ხო ანიშნავს რომ მტრებად დაშენ ასევე იყო დრო ქართლი აკაცებდა და გურია სამეგრელოს უნდა დამთავრდეს და მტრობა უნდა შეიცვალოს სიყვარულით და მე ვხედავ რომ ჩემი ასაკის ხალხს ვხედავ აფხაზი იქნება თუ ოსი იქნება რომ სიყვარული არ დაკარგულა და როგორც პატრიარქი ამბობს და როგორც იქ რო გამოდიოდი ჩვენ აფხაზეთიდან თვითონ რუსი მამები ამბობდნენ თებში რო იყვნენ რომ თქვენ დაბრუნდებითო და ეს მოხდება ღმერთთან სინანულის მისვლის ზით დიდი მადლობა მამო ბენიამინ დაგლოცეთ. მეთქვა დაგოცოთ ჩვენთან არის ღმერთი. ძვირფასო რადიო მსმენელებო, დაგემშვიდობებით, ეთერში იყო გადაცემა საუბარი მოძღვართან, დღევანდელ გადაცემას უძღვოდი მღვდელი დავით კონჯიარი და ჩვენი სტუმარი გახდათ მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ბენიამინ ბელქანია. კარგად ზამთრობდით.